არასაპარლამენტო პარტიები პოლიტიკურ პროცესში ჩართვას ითხოვენ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ასევე საქართველოს შეაკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. მზადდება კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის ძირეული რეფორმა. აღსანიშნავია, რომ ყველა წინამოწვევის პარლამენტში კონსტიტუციურ და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით მოქმედებდა სამუშაო ჯგუფი. სადაც წინასწარ კონსულტაციების შემდეგ ხდებოდა ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა. მემართვაში ნათქვამია, რომ მსგავსი ჯგუფები 2006 წლიდან მოყოლებული მოქმედებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შუამავლობით, მაგალითად თეუთოს, NDI-ის შუამავლობით. მემართვაში ვკითხულობთ, მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია კვლავ შეიქმნას მსგავსი ფორმატის ჯგუფი, კომისია, რომელიც განიხილავს საარჩევნო, საკონსტიტუციო და სხვა ორგანულ კანონებში ცვლილებებს და რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ მიმართვას ხელს ახალი მემარჯვენეები, ევროპელი დემოკრატები, თავისუფალი საქართველოს, სამართლიანი საქართველოს, ტრადიციონალისტები, ქრისტიან დემოკრატები აწერენ. პოლიტმეტში გიორგი თარგამაძე, ქრისტიან დემოკრატები, ფიქრეთ ჩიხრაძე, უკაცრავად მემარჯვენეები კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს იქნებიან. მადლობა მონაწილეობისთვის, გიორგი. მიზეზი რატომ ამ ეტაპზე? თუ გინდა შეისვენ და კითხვასაც მე დავსვამ და პასუხსაც მე დავიწყებ პირდაპირ. რატომ ამ ეტაპზე პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მაესტროს ტელემაყურებელს? იმიტომ რომ ეს პროცესები დაიძრა და იმიტომ რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს იმაზე და ბოლოს ეს იყო კიდეც ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადახედვა არის საჭირო და თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს უჭერდით და ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლის და სახელმწიფო მოწყობის ქვეყნის, ის მოდელი, რომელიც უნდა ამუშავდეს 2013 წლიდან, მოიცავს მთელ რიგ ხარვეზებს, მათ შორის თუნდაც მთავრობის პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების კუთხით და ასე შემდეგ. ბევრი სხვა რამე არის კიდევ შესაძლებელი. ან იგივე საარჩევნო კოდექსი, ან თუნდაც პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი. მე დღეს თქვი და თქვენს ეთერში გავიდე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მოედანზე პოლიტიკური თამაშის წესები პოლიტიკაში განისაზღვრება კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონით და ბუნებრივია, რომ ამ თამაშის წესების ჩამოყალიბება არ ხდება ჩემპიონატში, ანუ ზოგადად პოლიტიკაში მონაწილე ორი გამარჯვებული პირველ და მეორე ადგილზე ჩემპიონატში პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიების გადაწყვეტილებით. არამედ ყველა იმ ძირითადი მოთამაშის გადაწყვეტილებით, ვინც აქტიური არის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოგადად საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია თავისი მხარდამჭერი, თავისი იდეოლოგიით, თავისი შეხედულებებით იყოს აქტიურად წარმოდგენილი ამ პროცესში, უბრალოდ წმინდა მემკვიდრეობითობის თუნდაც პრინციპიდან გამომდინარე, ამის ტრადიციები უკვე არსებობდა ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც აქამდეც ჰქონდა ადგილი, ეს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თუ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე გაფართოებული პოლიტიკური პარტიებისაგან შემდგარი კომისია, რაღაც მსგავსი ფორმატი უნდა შეიქმნას, სადაც ვიქნებით წარმოდგენილი ყველანი, მათ შორის რა თქმა უნდა საპარლამენტო უმრავლესობის ან თუნდაც უმცირესობის წარმომადგენლები და კონსულტაციების მაქსიმალური ფართო კონსენსუსის შედეგად მოხდება გარკვეულ საკითხებზე. მადლობა, ფიქრიას და მინდა გადავიდე შეკითხვით. ასეთი რამ გითხრათ მაშინდელმა ოპოზიციის ახლად გამოჩენილმა ლიდერმა და უკვე მოქმედმა პრემიერმა ბატონმა ივანიშვილმა, რომ შუა უნდა გაიგრიფოსო და ამ შუაში განსაკუთრებულად მოგიაზრათ თქვენ და ქრისტიან დემოკრატები. როგორ ფიქრობთ თქვენი უკან დაბრუნების დრო დამდგარია? მოგესალმებით ნინო, მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩაიარა წინასაარჩევნო პერიოდმა, ჩაიარა იმ პერიპეტიებმა, რაც იყო ამ წინასაარჩევნო პერიოდის ნაწილი, საარჩევნო დაპირისპირების ნაწილი. შედგა 1 ოქტომბერი, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და მე ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს ბევრი რამ, რაც წინა ხელისუფლების პირობებში იწვევდა ძალიან ბევრ კრიტიკას ოპოზიციის მხრიდან, საზოგადოების მხრიდან. დადგა თუ არა დრო ჩვენი, ასე ვთქვათ, უფრო აქტიური შემოსვლისა ამ ახალ რეალობაში პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, ეს მარტო ჩვენი სურვილით არ არის განპირობებული, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სურვილიც არის და ჩვენი მოწოდებაც არის, რომ ეს სწორედ ასე იყოს, მაგრამ მოდი ვთქვათ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური რამ, რაც მოხდა, რომ არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რამ განხორციელდა საქართველოს რეალობაში. ჩვენ ყველანი ამას
ვითხოვდით და ვიღწოდით ამისთვის, რომ ეს პრეცედენტი შემდგარიყო და მე იმედი მაქვს, რომ ეს პრეცედენტი პირველი და უკანასკნელი არ იქნება საქართველოს რეალობაში. მაგრამ ამ პრეცედენტს, პოზიტიურ პრეცედენტს ჭირდება უკვე განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მივიღოთ რეალური მრავალპარტიული დემოკრატია ქვეყანაში. ის რომ დღეს ორი პოლიტიკური პოლუსი არის წარმოდგენილი საპარლამენტო ცხოვრებაში, ის რომ მმართველ კოალიციაში შედიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასე ვთქვათ, თითქოს და მრავალპარტიულობის გარანტი უნდა იყოს, ეს ასე არ არის ნამდვილად. რეალური მრავალპარტიულობა მისაღწევია ქვეყანაში, რეალური მრავალპარტიულობა დასამკვიდრებელია ქვეყანაში და ის კარგი გაგებით თამაშის წესები, რასაც ქვია კონსტიტუციურ პრინციპებზე შეთანხმება, საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმება, აუცილებელია რომ უნდა იყოს ფართო კონსენსუსის. კონსტიტუცია საერთოდ ეს ხო არ არის დოგმა, ეს არ არის რაღაც რელიგიური დოკუმენტის მაგვარი, რისი გადახვევა და გადახედვაც არ შეიძლება, მაგრამ გარკვეულ გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუცია არის პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების დოკუმენტი და რაც უფრო მეტად იქნება ეს პოლიტიკურ ძალებს შორის გაშლილი, რაც უფრო მეტი თანხმობა იქნება ჩადებული კონსტიტუციაში იქნება თუ საარჩევნო კანონმდებლობაში, მით უფრო უზრუნველყოფს ეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მე ვფიქრობ ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს. იმისი, ვინც დღეს პარლამენტშია და იმისი, ვინც დღეს პარლამენტს გარეთ არის. ბატონო კახა, თქვენ ახლა იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ხართ, აი ამ კონკრეტული ხელმოწერის ქვეშ არის გვარი, უბრალოდ განცხადების ქვეშ არის თქვენი ხელმოწერაც, რომელთანაც საერთო პრინციპში არჩევნებამდე არაფერი გქონიათ, ალბათ დამეთანხმებით თამაში. როგორ ფიქრობთ, აი შემოსვლა აქტიურად პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული? თქვენ არ ხართ რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური პარტიები. თქვენ მიიღებთ, თქვათ, პოლარიზებული სივრცე ამ ეტაპისთვის, საიმისოთ, რომ რაიმე წვლილი შეიტანოთ თუნდაც პოზიტიური პროცესში? საღამოშვიდობის ნინო, მოგესალმები. რამდენიმე ქვეკითხა იყო შენ შეკითხვაში და ეტაპობრივად გავცემ პასუხს. პრობლემა მახველებს და ამიტომ ვცდილობ ყველაფერი ერთად ვიკითხო, ვინაიდან შუალედები მოგზდები. კი ბატონო, პირველი რაც შეეხება იმას, რომ აქ წარმოდგენილი არის ამ დოკუმენტის ხელმომწერებში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები, რა თქმა უნდა, განსხვავებული პარტიები არიან და ასეც უნდა იყოს. ამ დოკუმენტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტადაც კონსტიტუცია იქნება, ეს საარჩევნო კოდექსი იქნება, ადგილობრივი არჩევნები იქნება თუ სხვა მნიშვნელოვან თემებზე, უნდა მოხდეს განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის კომპრომისი. თუ დარჩა იგივე სისტემა, რაც იყო სააკაშვილის დროს, რომ ერთპარტიულ რეჟიმში მიიღებოდა გადაწყვეტილებები, ეს მიუღებელი იყო ჩვენთვის შევარდნაძის დროსაც, მიუღებელი იყო სააკაშვილის დროსაც და მიუღებელი იქნება ეხლაც. აუცილებელი არის ზუსტად ის, რომ განსხვავებულ, ფუნდამენტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის მოიძებნოს თუ კონსენსუსი არა კომპრომისი მაინც ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი. რაც შეიძლება იმას ამ პოლარიზებულ სივრცეში რამდენად აუცილებელი არის არასაპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა პროცესში. პირველ რიგში ვიტყვი, რომ პრაქტიკა ასეთი არსებობს საქართველოში დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ყოველთვის არსებობდა პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ თქვენ გახსოვთ, რომ საარჩევნო კოდექსი ყოველთვის მიიღებოდა პარლამენტს გარეთ არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ეს მით უფრო ლოგიკური არის დღეს, იმიტომ რომ თუ ადრე პარლამენტში წარმოდგენილი იყო 80% პოლიტიკური სპექტრისა და 20 იყო გარეთ, დღეს ვხედავთ, რომ პირიქითაა ორი პოლიტიკური სუბიექტი არის პარლამენტში, ხოლო მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი არის პარლამენტს მიღმა, ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება მხოლოდ მმართველი პარტიის და ნაციონალური ოპოზიციის მიერ მიღებული დოკუმენტები ლეგიტიმური, ყოველ შემთხვევაში ამას ვერ დაემქმევა კონსენსუსის და საზოგადოებრივი თანხმობით მიერ მიღებული დოკუმენტები, თუ არ გაიმართა დისკუსია, მართლაც ღია დისკუსია საზოგადოების წარმომადგენლებთან და აქ მე ერთ რამეს გავუსმევდი, ხას დღეს მოვისმინე ქალბატონი ხიდაშელის საკმაოდ ისეთი ძაფრი განცხადება. ეს ფორმატი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არაფრით არ ავალდებულებს ხელისუფლებას სამართლებრივად. საბოლოო ჯამში ასეთი დისკუსიების შემდეგ ისინი მაინც პარლამენტში მიიღებენ გადაწყვეტილებას კენჭისყრის გზით. უბრალოდ ეს დისკუსიები უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოებაში არსებული ყველა მისწრაფება თუ მოსაზრება იქნება ხელისუფლებისთვის წარდგენილი. მე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვან, ნინო, მაგალითად, შენ გახსოვს, რომ რამდენი წელია უკვე ჩვენს ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის როცა ქართული ოცნება იყო ოპოზიციაში, ქართული ოცნებაც, ვითხოვთ, რომ უნდა ჩატარდეს ერთმანდატიან ოლქებში არჩევნები 50%-იანი ბარიერის საფუძველზე.
აპრილში იცით რომ ჩატარდება შუალედური არჩევნები, ამ შუალედური არჩევნების წესები დეკემბერში უკვე დაადგინა პარლამენტმა იურიდიული კომიტეტის ინიციატივით და რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს არჩევნები ჩატარდება 30%-იანი ბარიერის საფუძველზე. და ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რა მნიშვნელობა აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას ამ პროცესში, რათა ბოლოს და ბოლოს ქართულმა ოცნებამ არ დაივიწყოს საკუთარი წინადადებები და საკუთარი პროექტები, რომელიც მათ ჰქონდათ ამ საკითხებზე 1 ოქტომბრამდე. ბატონ გიორგი, რატომ არის თქვენი მიმართვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილი? მესმის რომ ის არ არის თქვა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, მაგრამ ახალ კოალიციაში ის ნომერი პირველი გადაწყვეტილების მიმღებია, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. რატომ არ მიმართეთ მასაც? იმიტომ რომ ეს კანონშემოქმედებითი პროცესია, ის რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ეხება სწორედ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პარლამენტის წარმოდგენილი ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ლიდერი იქნება პასუხისმგებელი და მათ შორის მათ პოლიტიკურ ნებაზეც იქნება დამოკიდებული ის, რამდენად გაიზიარებს პარლამენტის უმრავლესობა, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დაჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმ წინადადებებს, იმ შეთავაზებებს, რომელიც უფრო გაფართოებულ ფორმატში პოლიტიკური პარტიების მიერ იქნება შეთავაზებული. აი ბატონ გიორგი, რა იმეტების კომუნიკაცია ან უმრავლესობასთან, ან უმცირესობასთან ამ ეტაპისთვის პოლიტიკური პროცესი მიდის? კი, გეტყვით, ობიექტურები რო ვიყოთ, ეს ჩემმა კოლეგებმაც იციან, გარკვეული მცდელობა ცალკეულ თემებზე საუბრის იყო, მათ შორის უპირველესად სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინიციატივით შედგა 3 შეხვედრა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, მეც ახალი მემარჯვენეებიც კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსის მატარებლები ვარ, ჩვენ შედეგით მესამე პოლიტიკური ძალა ვართ საქართველოში, ბოლო არჩევნების შედეგითაც კი, მაგრამ მოდით ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და ვთქვათ, რომ თუ აქამდე შეიძლება ოდნავ უფრო მწარეთ ან შედარებით უფრო რბილად, მაგრამ ყველა მაინც ვამბობდით იმას, რომ ჩვენ გქონდა დაპირისპირება ფაქტობრივად ჩამოყალიბებულ ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემასთან, რომლის სათავეშიც იდგა მიხეილ სააკაშვილი და პირიქით ეს ამოტრიალებულ პირამიდას გავდა ზუსტადაც და ეს სისტემა იმიტომაც არ იშლება, რომ ამ პირამიდის თავი, ანუ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტატუსით, კვლავ ამ პირამიდის ძირს და მთავარ საყრდენს წარმოადგენს თავისი სტატუსით, მაგრამ ეს ცალკე თემაა. თუ ეს ასე იყო და ამაზე ყველანი თანხმდებოდით, მაშინ ბუნებრივია არჩევნებს, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა, მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიი და ზოგადად გარემოთი ნორმალური არჩევნებია, ნორმალურთან მიახლოვებული, უბრალოდ ვერ დაერქმევა, ხო? თუ ამაზე ვთანხმდებით, მაშინ ბუნებრივია, ფიქრი ამაც ახსენა კახაც ასეთulis და ჩვენ ასე ვთქვათ კონსენსუსი გვაქვს თელს ამ მიდგომასთან დაკავშირებით, შედეგი რომელიც დადგა მთლიანობაში ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები ვთვლით, რომ მაინც უსამართლოდ დავიჩაგრეთ გარკვეული მიზეზების გამო და არ ვართ მაყოფილი ჩვენი საარჩევნო შედეგით, მთლიანობაში ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. პირველი, იმიტომ რომ არჩევნების მეშვეობით მოხდა საქართველოში ხელისუფლების ცვლილება და ქუჩა აღარ გახდა კვლავ ისეთი აქტუალური და გადამწყვეტი, რომელსაც ყოველთვის გაცილებით დიდი რისკები მოქონდა ამ ქვეყნისთვის სამოქალაქო დაპირისპირების, ქვეყნის დაშლისა და მოსახლეობის დაღუპვის შედეგის გათვალისწინებით, ეს ერთი და მნიშვნელოვანი და მეორე ის, რომ ნაცმოძრაობა უმრავლესობაში აღარ არის, მაგრამ თუ კი ეს იყო ავტორიტარულ წყობასთან დაპირისპირება და ფაქტობრივად უბრალოდ ხელისუფლება კი არ შეიცვალა, რეჟიმი შეიცვალა, ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, რომელიც ნამდვილ კონკურენციაზე უნდა იყოს დამყარებული, აწიიწება. თუ ამაში ვთანხმდებით და მათ შორის ეს იყო კიდეც ერთ-ერთი მთავარი დაპირება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის და მთლიან ქართული ოცნების, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო მეტნაკლები თანასწორ უფლებიანობისათვის. ეხლა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ან ახალი მემარჯვენეები ან ბატონი კახას პარტია თანასწორი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ბატონი ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში, თუნდაც ფინანსური მოტივები, რესურსიდან გამომდინარე, რომ ვერასოდეს ვერ ვიქნებით, ეს გასაგები არის და ამ ხრივ რაიმე ილუზიები არც ერთ არ გვაქვს, მაგრამ აქ საუბარი არის ზოგადი თამაშის წესების ჩამოყალიბებაზე, რომელიც სადაც გინდათ რომ გქონდეთ თქვენი ადგილი, გასაგებია. პოლიტიკა ჩვენი ადგილი გქონდეს არა, აქ მეც გეტყვით, რომ აქ ჩვენ არ ვითხოვთ რაღაცას ისეთ, რაც ჩვენ გვჭირდება მხოლოდ. მოდი კარგად გადავხედოთ სიტუაციის და არსებული ვითარების ჩიხურობა მათ შორის იმაშიც მდგომარეობს, რომ რატომღაც ქართულმა ოცნებამ ვერ გამონახა ვერც ერთი ალტერნატიული ფორმატი და ალტერნატიული მეთოდი და სივრცე და სფერო ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრ
ერთმანეთთან ურთიერთობის და ურთიერთობს მხოლოდ ნაცმოძრაობასთან. 24 საათი თვეების განმავლობაში ჩვენ ხედავთ. კი ბატონო, ამაზეა ზუსტად გაუგებარი. არა, გაუგებარი არ არის ზუსტად, მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ და თუ კითხავთ ოცნება აღიარებს იმას, რომ 40 და 55% წარმოდგენილი ნაცმოძრაობა დღეს პარლამენტში არ ასახავს რეალურ განწყობას, არათუ დღევანდელს, არამედ მაშინდელი საარჩევნო პროცესისას, ეს ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ მოსახლეობაში განსხვავებული განწყობებიც არსებობს და ამ განწყობებს რა თქმა უნდა ჭირდება ანგარიშის გაწევა. მინდა გადავიდე კითხვით, ორი თემა ასეთი, თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ გნებავთ განსაკუთრებულად ჩაერთოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მომავალ პაკეტში, ბუნებრივია, სადაც მოხდება მთლიანად შეცვლა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობა, მაგრამ ახლა არის საუბარი იმაზე, რომ უნდა შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებები და უნდა დაბრუნდეს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში. აი თქვენთვის რომ მეკითხათ მაგალითად, თქვენი პოლიტიკური ძალა ახლა რომ იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, რომელ წინადადებას მიემხრობოდა? ნინო, სანამ ამაზე გიპასუხებდეთ, მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ის მიმართვა, რომელიც დღეს ჩვენგან გავრცელდა, ეს არ იყო კონფრონტაციული მიმართვა ხელისუფლებისადმი. გიორგი მაქახსენა, რომ ჩვენ გარკვეული კონსულტაციები გქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, იყო უმრავლესობასთან, უმცირესობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ამ შეხვედრებში. ეს იყო ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის იყო მსჯელობა, როგორ უნდა წარმართულიყო საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა, იყო დაპირებაც და მე იმედი მაქვს, რომ ეს დაპირება ძალაშია, ყოველ შემთხვევაში ეს დადასტურებულია დღევანდელი დღის მონაცემებითაც ასეა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში, თქვა კვალიფიციური სტატუსის მქონე პოლიტიკური ძალები მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ იცით, ჩვენ აი თუნდაც ამ მიმართვას არ ვაწერთ ხელს მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტები და არიან მთელი რიგი პოლიტიკური ძალები, რომლებიც აუცილებელია, რომ თავიანთი აქტივობიდან გამომდინარე, თავიანთი მოთხოვნადობიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დღევანდელ პოლიტიკურ ხარხული კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ რაღაცა გზნობ რომ მაყურებელს გაუჩნდებოდა ეს კითხვა. ვინც არის აუცილებელი პოლიტიკური პროცესისთვის? საზოგადოებამ არ ჩათვალა საჭიროდ რომ ისინი ყოფილიყო პარლამენტში. ნინო, მოდი ასე ვთქვათ, რომ ეხა ეს არ ჩემს ეს არის კითხვა მხოლოდ. არა, ეს კითხვა არის, მაგრამ მე ვფიქრობ დღეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ფიქრობთ ასე. ყოველ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ თქვენც ასე ფიქრობთ და ძალიან ბევრი ვინმე ფიქრობს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კარგი, პოზიტიური მოვლენა, ეს იყო მაინც პოლარიზებული არჩევნები, მაინც პოლარიზებულ ფონზე გაკეთებული არჩევნები და ძალიან ბევრი რამ დაიკარგა და მე ვფიქრობ, ეს დაკარგული, ასე ვთქვათ, არჩევანი ძალიან ბევრ რამეზე ცუდ გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, თქვენ არ იფიქროთ, რომ ეხა ჩვენ ამ შემთხვევაში რაღაცა გაბრაზებულის პოზიციიდან შეიძლება ვლაპარაკობდეთ. ჩვენ ველოდით, რომ ამდაგვარი შეიძლება ყოფილიყო შედეგი, მაგრამ თავს მოვალეთ თვლიდით, რომ ამ ტიპის არჩევანით შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის. დღეს მე ვფიქრობ, სულ უფრო და უფრო მზარდი არის სწორედ ამ ტიპის განწყობების მატარებელი ფენა საზოგადოებაში და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგია თუნდაც იმისათვის, რომ ჩვენ ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაციის რაღაცა მარგინალური პროცესი კი არ ვიხილოთ და მიდის მარგინალიზაციისკენ სამწუხაროდ ეს პროცესი, არამედ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა და ჯანსაღი მართლაც სახელმწიფოებრივ ინტერესზე მორგებული და აწყობილი და ორიენტირებული. მაგრამ იმ შეკითხვას თავი ავარიდე. ძალიან მოკლედ, გაქვთ თუ არა თქვენი პოზიცია ჩამოყალიბებული ამასთან? ჩვენი პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცას, ის რომ არც პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა იყოს ჰიპერბოლიზებული საკონსტიტუციო მოდელებში, არც პრემიერის, ეს ორი აზრი არ არსებობს ამაზე და ჩვენ ყოველთვის მხარს დაუჭერთ იმას, რომ რომელიმე ერთი საკონსტიტუციო ფიგურის უფლებამოსილება არ იყოს უსაზღროდ გაზრდილი და რაც მთავარია, პარლამენტის როლი იყოს ძალიან გაზრდილი და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ყოფილებს ის, რომ ყველაფერზე ლაპარაკობენ გარდა პარლამენტის როლისა. მთელ ამ სიტუაციაში ლაპარაკი იყო საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის გარკვეული უფლებების წართმევაზე, თავრობისთვის გარკვეული გარანტიების შექმნაზე, მაგრამ პარლამენტზე არავინ არ ლაპარაკობდა და ეს ცუდია. პარლამენტი უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი სწორედ ამ ბალანსში. რაც შეეხება ქუთაისში გადმოტანას, იცით, მე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არა მაქვს და ვისურვებდი, რომ ფართო საკონსტიტუციო კომისიის, ასე ვთქვათ, რეფორმის ფარგლებში იქნას ეს საკითხი განხილული. რეკლამის შემდეგ კახა გუკავასთან ერთად დავბრუნდებით და რა თქმა უნდა შეესტუმრებთან ერთად თუმცა შეკითხვით კახა გუკავასთან არ დაგავიწყოთ Facebook-ი და გამოხმაურებით.
პოლიტმეტრი ეთერში ბრუნდება, არა საპარლამენტო ოპოზიცია გსტუმრობს, გიორგი თარგამაძე, ფიქრია ჩიხრაძე, კახა კუკავა. ბატონო კახა, ჩვენ არ გვაქვს პრინციპში გადაცემისთვის ბევრი დრო, ამიტომ პირდაპირ მინდა მოვიკითხო თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს კოჰაბიტაციის ეგრეთ წოდებული პროცესი მიმდინარეობს თუ არა პოზიტიური პერსპექტივით და თვითონ მომხდარი, თქვათ, არის თუ არა ხარვეზი ახალი ხელისუფლების, როგორ აფასებთ აი ამ პროცესს? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ხარვეზი და ეს არ არის ნორმალური მოვლენა. თავიდან ვიტყვი იმას, რომ კოჰაბიტაციის გაგრძელების პერსპექტივას მე ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა, ყველა ხვდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ეძებს უბრალოდ შესაფერის მომენტს იმისათვის, რომ დაშალოს ან მთავრობა, ან პარლამენტი და ზოგადად ქვეყანაში ახალ ქაოტურ პროცესებს დაუდოს სათავე. რაც შეეხება იმას, თუ რაში მდგომარეობდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შესახებ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ბევრმა სხვათა შორის დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მინისტრი, რასაც მე არ დავეთანხმები, პირიქით ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება იყო ძალიან ზომიერი, არ ძალიან მკაცრი და არ ძალიან რბილი და ამიტომაც ეს დამთავრდა შედარებით მძიმე შედეგების გარეშე ეს მოვლენა. სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის სამინისტროს. აი ეს ბრაზი და აი ეს პროტესტი, რომელიც საზოგადოების მიერ გამოიხატება და რატომაც დასდევენ ქუჩაში, ესე იგი ქუჩა-ქუჩა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და ლამის ლინჩის წესით გაუსწორდნენ, ეს არის გამოწვეული იმ პრობლემით, რომ რეალურად არ ხორციელდება მართლმსაჯულება. არც დავნაშავეთა დასჯა, არც სამართლიანობის აღდგენა, რაც იყო შეპირებული, ამიტომ საზოგადოებისთვის მართლაც ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი და მეც ამაში უერთდები მათ, როდესაც არც ერთი დავნაშავე პრაქტიკულად თუ არ ჩართულით ახალაიას, რომელიც ისიც თავის ფეხით ჩაჯდა ციხეში, არც ერთი დავნაშავე პასუხისმგებლობაში არ არის მიცემული. არ არის აქ ლაპარაკი დაუშვათ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან და კორუფციულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე. 26 მაისის 7 ნოემბრის ადამიანების გატაცებაში მკვლელობებში პასუხისმგებელი ადამიანები არათუ არ არიან პასუხისმგებაში მიცემული, ჩვენ შორეულ პერსპექტივაშიც კი ვერ ვხედავთ რა შეიძლება დაემართოს ამ საქმეებს. ხოლო რაც შეეხება ადამიანებისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენას, ჯერჯერობით სამწუხაროდ თავის ქონებრივ უფლებებში აღდგენილი არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არც ერთმა სხვა მოქალაქემ საქართველოში დღესდღეობით არ იცის რა ბედიელის იმ ქონებას, იმ მატერიალურ ზიანს, რომელიც მას მიადგა ნაციონალური მოძრაობის დროს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი ის თუ რის გამოც მოსახლეობა ცდილობს ლინჩის წესით გაუსწოროს ანგარიში. რაც ეხება უმცირესობის პასუხისმგებლობას აი ამ პროცესში თქვენ ხედავთ, მათ ბრალეულობას არაიურიდიული თვალსაზრისით ხა არ გეკითხებით როგორც იურისტი, როგორც მოქალაქე. ამით დავიწყე, ნინო, მე უმცირესობა რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა უმცირესობას ნუ დამარქვევთ, ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ცდილობს რომ მოახდინოს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია ქვეყნის გარეთ, ეს ძალიან კარგად გამოსდის და თუ გამოვიდა ქვეყნის შიგნითაც, ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომელსაც ელოდება მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ გამოიყენოს თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილებები. ამიტომაც მიგვაჩნია ჩვენ თავისუფალ საქართველოს, რომ უნდა გატარდეს უფრო ქმედითი ზომები დამნაშავეების მიმართ და ჩვენთვის სრულიად გაუგებარი არის კი ბატონო კოაბიტაცია უნდათ თუ რა რეჟიმშიც უნდათ იმ რეჟიმში იყვნენ ამ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ფრთასთან, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც ვრალდებული არის, ჩემი გიორგი მათ შორის დაზარალებული არის და ფიქრიას დაზარალებული არის და ნახევარი საქართველოს დაზარალებული არის, მაგრამ მე ზოგადი გაგებით არ ვამბობ, ხო ცემდნენ და გვამტრებდნენ და რასაკეთებდნენ გვახსოვს, ხო ეს 9 წელი. მე არ მესმის დღეს რა მიზეზი თუ არ სამოს დღევანდელი ხელისუფლება ამ ადამიანების პასუხისმგებაში მიცემაზე და ასევე არ ესმოდა ეს არც მელორ ვაჩნაძეს და არც ნაგანა კაკაბაძეს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წელი ელოდნენ სამართლიანობის აღდგენას და როცა ვერ დაინახეს ეს ოფიციალური ინსტიტუტების მეშვეობით, მერე გადაწყვიტეს ამ ყველაფრის აღსრულება საკუთარი ხელებით. ნო გიორგი, სამართლიანობის აღდგენის პროცესში ახალი ხელისუფლება ზედმეტად ფრთხილია თუ ზომიერად ფრთხილი, როგორ შეაფასებთ თქვენ ამას? ხო, მე სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვფრთხილობ და არავის ციხეში ჩასმის მოწოდებებით არ გამოვირჩევი მაინცსა და მაინც, მაგრამ შეიძლება იმის რომ თუნდაც იგივე ჟურნალისტიკაში თავის დროზე ბავშვობაში ჩემი არჩევანი უკავშირდებოდა არა ვიღაც ისადმი ბრალდებების წაყენებას, არამედ ადვოკატირებას ცალკეული ადამიანის თუ ზოგადად საზოგადოების და ადამიანის უფლებების. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩემი მიდგომა ასეთია, რომ მთავარი ამოცანა ამ პროცესის, მათ შორის რაზეც კახა საუბრობდა, ძირითადში მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ. მთავარი არის მხილება.
მხილება იმ დანაშაულის და დამნაშავეების, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ პერიოდში. ეს მხილება უნდა იყოს თავარი ამოცანა. და გარკვეულწილად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 8 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გარდა იმისა, იმ თავარისა, რამაც ამ ადამიანების ესეთი აღელვება გამოიწვია და ესეთი მკვეთრი და ძალიან ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ფორმით დაპირისპირება, თუნდაც ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მიუღებელ პოლიტიკურ ოპონენტებთან, ჩემი საზრით ქვეცნობიერად განპირობებულია სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ მაინც დიდი ნდობა, რომ დაიჯებიან ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც მათთან მიმართებაში დამნაშავეები არიან და ამის მტკიცებულებები არსებობს. რამდენად გაცნობიერებულად მოხდა დაუშვათ ეს რეაქცია მათი მხრიდან არ ვიცი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქვეცნობიერად ალბათ ამასაც ჰქონდა ადგილი. ამიტომ მხილების პროცესი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მოვიდეს. მხილება, რომელსაც შეიძლება თან ერთოდეს, აი გასულ ბლოკში პირველ ნაწილში იყო საუბარი რაღაცა ტიპის ბოდიშზე, აღიარებაზე, რომლის შემდეგაც შეიძლება რაღაც ტიპის ამნისტია იყოს. აღიარება შეიძლება მხილება და არა სასჯელი ვთქვა. მხილება, რომელიც საზოგადოებას სიმართლეს ეტყვის, თქვენ ამას ამბობთ. რა თქმა უნდა, მხილება იმისთვის, მხილება არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამ მხილების შემდეგ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული ბრალი ჩადენილი, თავად გაუჩნდეს სურვილი, აღიაროს თავის დანაშაული, ან მოინანიოს, ან თქვას, რომ მაშინ რაღაც არასწორი ინფორმაციისა თუ გარემოებების გამო ჩადიოდა ამას ყველაფერს. არ ვიცი, რა ფორმას გამონახავენ. საამისოდ, მაგრამ ჩემთვის თავი უფრო სხვა რამე არის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ჯანსაღი პროცესი, მათ შორის პოლიტიკურის. როცა მე ვსაუბრობ მხილებაზე, მე წინა ჩემი საუბრის, ასე ვთქვათ, ლოგიკური დასრულება მსურს ამ შემთხვევაში, მინდა ვთქვა ზუსტად ის, რომ აი მომავალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში და სწორედ ამ საარჩევნო გარემოს და პირობების და შესაბამისი წესების დამკვიდრებას ველტვით ჩვენ, როდესაც ამ მიმართვით, ამ შეთავაზებით მივდივართ და უგზავნით მათ შორის დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, ხო? იმ მომენტისთვის ეს მხილების პროცესი გარკვეულ ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად უნდა იყოს უკვე მიყვანილი საიმისოდ, რომ ადამიანებმა, ამომრჩევლებმა უკვე შედარებით უფრო მშვიდ, უფრო რაციონალურ, უფრო შედარებით ნორმალურ გარემოში მოახერხონ არჩევანის გაკეთება. არა რევოლუციური განწყობით, როგორც ეს ხდებოდა ყოველთვის და ამას ვერ ავწვდით სამწუხარო თუ საბედნიერო, თუნდაც ამ ბოლო არჩევნებზე. არამედ უფრო ნორმალურ გარემოში იდეოლოგიებზე, თვითმკმარ პოლიტიკურ გუნდებზე ორიენტირებულ თანმიმდევრულ პოლიტიკურ არჩევანზე იყოს ორიენტირებული მომავალი არჩევნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავდონ ფიქრია, ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროცესები, ვთქვათ, იგივე 8 თებერვალი, რაც მოხდა მძიმე დღე, ვთქვათ, იქ პარლამენტის თავმჯდომარეს ხდება პრეზიდენტი და იქ კონკრეტული განცხადებები კეთდება. აი ამ პროცესის ცოტა შორიდან მაყურებელი ბრძანდებით დღესდღეობით ვინაიდან არ ხართ თქვენ ახალი მემარჯვენეები ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, ვის უფრო მეტი სიამოვნებით გაუწევდით ოპონირებას ამ რეალობაში, ქართულ ოცნებას თუ ნაციონალურ მოძრაობას? ვის მეტი აქვს საკრიტიკო ამ რეალობაში? რთულია, სხვათა შორის ემოციურად ძალიან რთულია, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიპეტიები ძალიან ცოცხალია თითოეული ჩვენთაგანის განწყობაშიც და საზოგადოების განწყობაშიც, მაგრამ სახელმწიფოებრიობა სწორედ მოითხოვს იმას, რომ ამ შემთხვევაში დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა მოიქცეს ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ხელისუფლებაში მყოფი ძალა და როგორც არ მოგწონდა, რომ იქცეოდა ნაციონალური მოძრაობა. ახიას პრინციპით, რომელზეც ხშირად არის საუბარი და მოდი ცოდვა გამხელილი ჯობს, შეიძლება ხანდახან ჩვენც გქონდეს ხოლმე ასეთი განცდა, რომ აი შენც ხომ ასე იქცეოდი, მაგრამ ეს არ შეიძლება რომ იყოს პოლიტიკის მახასიათებელი. მე ვერ მექნება პრეტენზია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იქ პროტესტის ნიშნად იყვნენ შეკრებილი და ალბათ ნაკლები პრეტენზია უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ისინი გამოთქვამდნენ სამართლიან პროტესტს, სამართლიან აღშფოთებას. მაგრამ მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მართებს უდავოდ დიდი პასუხისმგებლობა, თქვენ თქვით, რომ იყო თუ არა ეს ხარვეზი. კარგია თუ ეს იყო ხარვეზი, ეს იყო გამოუცდელობის ბრალი და ეს არ იყო, ასე ვთქვათ, სურვილი და განზრახვა, იმიტომ რომ ამის ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება ეს განზრახვა ყოფილიყო. არ ვამბობ, რომ ამის ეჭვი მაქვს, მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდება, იმიტომ რომ პოლიტიკურ ოპონენტთან აუცილებლად სამართლებრივ ენაზე უნდა ხდებოდეს ოპონირება, პოლიტიკურ ენაზე უნდა ხდებოდეს ოპონირება და არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გავხდეთ
მომსწრე ძალადობისა, იმიტომ რომ ძალადობა პოლიტიკაში არის ძალიან ცუდი მახასიათებელი. ჩვენ ეხა მე ტვინის შერყევა მაქვს მიღებული ასეთ დაპირისპირებებში და ეს ძალიან ძიმე იყო ემოციურად, მაგრამ მე არასოდეს არ ვიქნები განწყობილი, რომ ანალოგიურად ტვინის შეერყეს ვინმეს, იმიტომ რომ თავის დროზე მე ვიღაცამ ტვინი შემირყია გირგვლიანის პროცესის დროს. მე ვფიქრობ, ძალადობა უნდა დავასრულოთ. ის შეხვედრები, რაც მიმდინარეობს, მე არა ვარ დიდი ოპტიმიზმით გამსჭვალული, რომ იქედან რაიმე ძალიან კარგი შედეგი გამოვა, მაგრამ ულაპარაკობას, ქუჩაში, ჩხუბს, დაპირისპირებას, ან თუნდაც ცალკარში თამაშს ჯობია მაინც დიალოგი, იმიტომ რომ დიალოგი მაინც რაღაცნაირად წინაპირობა არის იმისა, რომ რაღაცა უფრო ნორმალური პროცესისაკენ წავიდეს. და ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა ბატონ კახას ვკითხო, გაქვთ მაინც იმედი, რომ ამ დიალოგის თანამონაწილეები გახდებით და პარლამენტის თავმჯდომარე, თქვათ, ადრესატი თქვენი თხოვნის ყურად იღებს სურვილს თქვენსაც, რომ ჩაქრთონ აქტიურად თუნდაც საკონსტიტუციო რეფორმაში და საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, ნინო, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგადად მიღებული იქნება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც საარჩევნო რეფორმა და ვერც კონსტიტუციური რეფორმა ვერ იქნება ლეგიტიმური საერთაშორისო საზოგადოებისათვის. თუმცა, ეხლა თვითონ ამ პრინციპის ფარგლებში შეიძლება თუ არა ხელისუფლება, რომ როგორც წინა ხელისუფლება ცდილობდა მუდმივად რომ დაუშვათ იქ ეწარმოებინა მოლაპარაკება პარტიების ერთ ჯგუფთან და არ ეწარმოებინა მოლაპარაკება პარტიების მეორე ჯგუფთან, ეხლა ექნება თუ არა ახალ ხელისუფლებასაც ამის მცდელობა, ამაზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. მე მგონია რომ მაინც ჯობია თუ არ დაუშვებენ წინა ხელისუფლების მიერ უკვე დაშვებულ შეცდომებს, რა პრობლემა არის? თუ კი საუბარი სურს საზოგადოებას, რატო ვუხურავთ ჩვენ კარებს? ჩვენ ხომ ნახეთ რომ არ გამოიწვია საზოგადოების დადებითი შეფასება, როდესაც ახალ დამცველთან დაკავშირებული პროცედურის დროს ხელისუფლებამ ასე ვთქვათ მოატყუა საზოგადოებამ და არ შეასრულა პირობა, არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი. თუ კი შესაძლებელი არის, რატომ არ უნდა გაითვალისწინოთ საზოგადოების აზრი? გნებავთ საარჩევნო კოდექსზე და მე მართალი რომ გითხრათ, სურვილი უფრო მეტი მაქვს, რა შეეხება იმას, რომ იმედი მაქვს თუ არა, ნახოთ ამას დიდი დრო არ დაჭირდება ალბათ. ნახოთ, იმედი პროცესები მაქსიმალურად დემოკრატიულად წარიმართება. თქვენც ამჩნევთ ალბათ და საზოგადოებაც ამჩნევთ, რომ ამ ხელისუფლებაში არის ადამიანები, რომლებიც უფრო ზომიერად და გაწონასწორებლად უდგებიან რიგ საკითხებს და ამიტომაც მიმართეთ მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარეს. არის ხალხი, რომელიც შეიძლება ამ საკითხს ცოტა უფრო არასერიოზულად უყურებდეს, ნუ იმედი ვიქონიათ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ერთწინადებას დავამატებ, მხოლოდ უბრალოდ ერთი მხოლოდ გიორგი ვასილოვსკი. ბატონ დავით უსუფაშვილთან ამ თემებთან დაკავშირებით ზოგადი საუბარი უკვე შედგა. ჩვენ სამჯერ გქონდა შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა კვალიფიციური პარტიების ლიდერების მონაწილეობით. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ შესაბამისად არსებობს პერსპექტივა ამ დისკუსიის გაგრძელების. მაგალითად იგივე ბატონ კახას პარტია, ან თუნდაც ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პარტია არ არიან კვალიფიციური პარტიები. მაგრამ ამავე დროს ისინი არიან ძალიან აქტიური პოლიტიკური მოთამაშეები. ამიტომაც ვამბობთ, რომ იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის შექმნილი, მათ შორის თუნდაც 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ოდნავ არაორდინალური მიდგომა და ამ ხრივ რაღაც კრიტერიუმების მოძებნა შეიძლება ობიექტურის იყოს ძალიან რთული. დიდი მადლობა. ამისთვის ჩვენს მზად ვართ და რამდენითაც ვიცი თავად პარლამენტის თავმჯდომარეს. მადლობა გიორგი თარგამაძეს, ფიქრეთ ჭიხრაძეს, კახა კუკავას, რომლებიც პასუხობდნენ პოლიტმეტრის შეკითხვებს. ჩვენ დავბრუნდებით Facebook-ით.